უსმად გაბიზრო და ვერ ვაცებ ბევრ კითხვებზე პასუხის მოსვერას და გვინდა ბევრი კითხვები. მე ქუნებას მომწევ 10 წუთს კიდევ დავუმატებ. აი მე მახსოვს წელს პანელებიდან შემოხვედით პარლამენტში. კაცის უცნაური არის, ეხლა ისე კარგად ვახსოვს. მე მგონი თქვენ 26 წელი გამოიცვალეთ. მასწავლებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, ვარა ვხდები და აი სულ გამოიცვალე 26 წელი. ხო, როგორ გამოიცვალე? ხო, ნუ აი ხო გასახურებოდათ მანქანა და გიჭირდათ ისეთი მდგომი შერჩევა, რომელიც მოგესახურებოდათ ისე, როგორც თქვენ გჭირდებოდათ. არა, ეს საიდან მოიტანეთ ეს იგი? მე არ მომიტანია, მე გიქცევით. სრული სისულელე, ესე იგი ერთ მძღოლებს ვერ გამოიცვლიდა, არ გამოიცვლა, არც იყო რაც თავარი ამის საჭიროება. მთელი პერიოდის განმავლობაში იყო მაშინ კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს ერთი მანქანა და ნუ შესაბამისად მძღოლები რომელიც თავიდან ბოლომდე მუშაობდნენ ამ მანქანაზე. და ერთი წოლი ყავდა. ორი იყვნენ მაშინ ეგეც ორი გადაწერე. არა, მაგალითად თუნდაც პირობითად ლაპარაკობ და ასე ყოფილი იყო და გამომეცვალა მძღოლები თუ რატომ უნდა გამომეცვალა კაცმა არის ის მე ამის რა მოხდა ამას რატომ ასეთი მნიშვნელობა რომ დღეს ამ თემაზე ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკური ასე ვთქვათ პარტიის ლიდერის დადები და პიროვნული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია. პიროვნული თვისებები მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ქონებრივი ესე ვთქვათ ხომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრები ვინ აკავთ თუნდაც ის რომელი მომღერალი მოგწონს თუნდაც ის ქონებრივი მდგომარეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია რომელი მომღერალი მოგწონს ეს პოლიტიკისთვის არ მგონია რომ მნიშვნელოვანია იყოს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დამჯერეთ აქეთ მოდის მაშინ ესეთა მომღერლებზე ავისაუბრო და თუმცა მე თუმცა ვაღალატოს თან 92 წლიდან ხარ პარლამენტის წევრი გონი რაღაც ეს წლიანი თუ წელიწადნახევრიანი 92 წლიდან 2000 წლამდე სამმოწოვის პარლამენტის წევრი. შემდგომ შეიყავით გონი 2-3 წელი არის. 2 წელი ფინანსთა მინისტრი. ეს გეუბნებით 2000 ესე იგი აი სახელმწიფო ესე სახელმწიფო სამსახურში ამ დახას არის 2002 წლიდან 2003-მდე და ადერ 1 წელი ხო და ეს არის აი ფინანსური თუ რა ქვია ქონებრივი იმაზე მინდოდა მეკითხა როგორ შეძლებთ ესე წარმატებულად რომ ეს საინტერესო ის იყავით თუნდაც კალაძესათვის მეზობელებს და საინტერესო და კარგი ბიჭი არის კეთილი ბიჭის სახელი აქვს ჩემს ქუჩაზე და ძალიან კარგი საქართველოს სახელოვანი ფეხბურთელია და რაც მნიშვნელოვანია ბევრი ამას ვერ აკეთებს ხოლმე ვერ აკეთებს სწორი ინსტინქტები აღმოაჩნდა ბიზნესშიც სამნიშვნელოვანი ადამიანისთვის და აი რატომ გადაწყვეტა თქვენ ერთად ბიზნესსაც ყოფა? რატომ გაჩერდა ის პროექტები, რატომ დაიშალა თქვენი მეგობრობა? კითხვები არა. ჩვენი მეგობრობა არ დაშება. არა, ნუ რა გაგები მეგობრები ვართ. ბიზნესი რაც შეეხება დარწმუნებული ვარ რომ ის წარმატებით გაგრძელდება და გაგრძელდება კიდეც. ბანკი უკვე პროგრეს ბანკი გაიხსნა წინაურ შაბათს დაიწყო უკვე ფუნქციონირება ბანკს ყავს ახალი თავმჯდომარე რომ აქ მინდა რომ სწორად გესმოდეს საუბარი იმაზე კი არ იყოს ვთქვათ რომ მე უფლება არ მქონდა ეგ დარჩენილიყავ მე უფლება მაქვს სახელმწიფო სამსახურში დღეს არ ვარ და შესაბამისად შემეძლო თავისუფლად დარჩენილიყავი კიდეც კაპიტალის ყველა ბიზნესის თავმჯდომარედ როგორც მუშაობდი მანამდე 10 წლის განმავლობაში მაგრამ ერთი ფიზიკურად ამას ვერ მოახერხებდი, იმიტომ რომ მე არ მიყვარს საქმის შუად გაკეთება მხოლოდ ბოლომდე უნდა დავიხარჯო აუცილებლად და რაღაცა შემთხვევაში ვერ გავაკეთებდი ისე რომ ვთქვათ რაღაც საქმე ჩავარდნილი იყო მხოლოდ იმის გამო რომ ვთქვათ მე რაღაც ვერ მივიცარე და ამ დროს რაღაც სხვა საქმეც უნდა ყოფილიყავი დაკავებული და თუმცა ნელა ეს საქმეები ეტაპობრივად ერთი შემდეგ მეორე შემდეგ მესამე და ბოლოს უკვე ამთვის განმავლობაში უკვე მეოთხე საქმე გადაუბარო უკვე სხვა თავმჯდომარეებს და ისინი მიხედავენ ამ საქმეს მე ამაში ღრმად დარწმუნებული მე მივიღე გადაწყვეტილება დავბრუნდეთ რომ მოვიდე პოლიტიკაში შესაბამისად ვაპირებ რომ სწორედ ამას ამ საქმეს დავუსმო
თქვენ რადგან დისტანცირებული გახდით ხელისუფლებიდან, იმიტომ მოხდა თქვენი გასვლა ამ მეთოდური რაღაც პროექტიდან? არა, გასვლა მოხდა. მე ვერ გავიგე და გასვლა მოხდა გამოვიდი, იმიტომ დავანებია თქვათ ამ ჩემს ყოფილ საქმეს კაპიტალის სისტემის სამგზავაროებას თავი, იმიტომ რომ მე ამის დრო ფიზიკურად არ მაქვს ელემენტარულად მე უნდა მივხედო აი საქმეს რომელზეც გაგების მოეპიცა ხარაზე ამას? ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ზაფხულში, აგვისტოში და ვუხარი მას რომ მე ალბათ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ასე სხვა პარტნიორებს, მართლა კახაკალაძე არ არის ამ ბიზნესის პარტნიორი მოგეცნებათ, ამ ბიზნესების პარტნიორი უფრო სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა ბიზნესის სხვადასხვა პარტნიორები არიან, ვესაუბრეთ მათაც, რომ გიხსნათ რომ ახლა დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს არა, მაგრამ ყოველთვის გაგებით მოეკიდნენ ამ ჩემს გადაწყვეტილებას, მათთვისაც ეს გასაგებია, თორე ნამდვილად არ გუსაუბრია იმაზე, თქვათ ჩემი მთავრობასთან ახლოყოფნა თუ დისტანცირება, თქვათ ქმნის თუ არა რამე განსხვავებას. ჩვენ მქონდა სხვა ალტერნატივებიც, მე შემეძლო ნებისმიერ შემთხვევაში თქვათ ჩვენს ყოფილ ბიზნეს პარტნიორებთან ერთად თქვათ საზღვარგარეთაც მომუშავა, იყო ასეთი წინადადებაც და შემოთავაზებაც, მაგრამ თქვათ როგორც თქვი 8 აგვისტოს შემდეგ მე კაფეო ჩამოვყალიბდი, რომ უნდა დავუყიდე პოლიტიკაში და შევცვალოთ. აი რა მაინტერესებს აბა ეგოც რეგიონებით მასთან მიყვეს და მაინტერესებს ერთმანეთს ბიზნეს პარტნიორები აგერ კახკალაძე, ნუ ცნობილი სახეა, დიდი სახის პრობლემა თქვენგან აი წელობრივ მონაწილეობა მე ვიცი რომ მე მილიონერი არ ახარ სიგაბრალები რომ მილიონერი ხარ და ერგოპრომ ისე არისო და მიშვილობილია ათობით სადო მე პირადად არ ამჯერა იმიტომ რომ თქვენ დეკლარაციას დავიქცეთ ეს მილიონერი არ უნდა იყოს იმიტომ რომ ეს წელი არის თუ სახელმწიფო სამსახურის უნდა ძირითადად საპარლამენტო და სამთავრობო დავალებებს ასრულებდეს არ უნდა იყოს ეს მილიონერი რა უნარჩვევების გამო ესეც შეგიყვანეს ბიზნეს პარტნიორად იმ ადამიანები იგივე ქალაძე ბიზნესის პარტნიორი არ ყოფილა. თუმცა თქვათ ის თქვენით ამის ეს ტერმინები თუმცა ოპციონია თქვათ ამ პარტნიორობისა მქონდა ბუნებრივია და თქვათ ჩემი როლი იყო სწორედ აი ამ ბიზნესების მართვა პირველ რიგში. Ну, менеджери იყავი კი. მენეჯერობიდან მოყვახედით, რა გადაგასვენებინათ ესეთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება ვარ პოლიტიკაში შემოსვლა. ზურაბ, ძალიან დიდი თავისი რამე თქვენებთან ეს კაიკაციშვილი პაატა კიდე 4 თქვენი ახლობელი ციხეში გაუშვეს. შეიძლება ლანჩად რაღაცა ისეთი კონდეს, ეს ციხეში აღმოჩნდეს. კიდე აი ეს რა იმერი, დღეს რა ხუბერა და ხოლმე გააკეთება ყოველთვის. Nevis manīt arიან ესენი შეპყრობილი. არტიშინია პოლიტიკაში შესვლა. არა, გამოგაძლევი პერი. არ მეშინია და კაპიტალ ჩამოყალიბებული იმაზე თუ რაც უნდა გავაკეთო. და კიდევ მეორე ხა ყოველი პოლიტიკაში ვარდეს ოპოზიციაში თვითონ დარჩენას ნამდვილად. ეს ვიცით, პერი გასწავლება ძალიან ამბიციური გასწავლება, თქოს ხო არის, ლელა კაკულია შეშფოთებოდა თქვენი ოპტიმიზმი. მალე იქნებით ხელისუფლებაში ჩვენ მაინც ვიცოდეთ. ნახოთ. ნუ ორთვეში, სამთვეში, ერთთვეში. ეგრეც ხდება ჩვენთან ყოველდღიურად. საშინელება. არა, ასე სწრაფად არ. არა. რომელიც ძალიან ახალი ამომავალი ის არის. მისანი 20 დეკემბრამდე გრანდიოზული ცვლილებები იქნება. არის. არამედ კანკი. შეიძლება ბადულა კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ, რომ ძალიან ძიმე უღელს შეეჭიდეთ და მე პირადად უფრო კომფორტულად იქნებოდი ზურაბ მოღაიძელი, რომ ყოფილიყავი, აი ამ მენეჯერად, აი ამ ბიზნეს პარტნიორებთან ისე კარგად. მე კომფორტულად ვიყავი ძალიან და პირდაპირ გითხრათ, ანაზღაურებაც და შემოსავალი მშვენიერი მქონდა და პირობებიც იყო ნამდვილად ისეთი უარწო ვერ ვიყავი. გაუბრალდეთ მიშა საგებული ომისთვის და შეეჭიდეთ პირობებით. რა ხელი მოგიმართოთ. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მინდა კი გითხრათ, რომ სამართლიანი საქართველოს ყალიბდება, ეს პირველი პრეზენტაცია ჩაატარეს ბატონებმა და ნახოთ რა გაფულზე, ამ გაფული მოვა ან არ მოვა. დიდი მადლობა, კარგად განვითარდა. ეს არის